დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანზე როგორც მთავარ ღირებულებაზე, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. და ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე როგორც ოპტიმალურ სისტემაზე, სრულყოფილ ბიოლოგიურ სისტემაზე, რომლის არსებობა მხოლოდ სხეულით არ შემოიფარგლება. დიახ, ადამიანი გაცილებით მეტია ვიდრე სხეული და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ორგანული ნაწილი იმ სივრცისა, რომელსაც გარემო ჰქვია. დიახ, გარემო ახდენს ადამიანზე გავლენას და ადამიანი ცვლის თავისი ყოველდღიური არსებობით გარემოს. მაგრამ მიუხედავად ჩვენი ურთიერთობებისა, ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის კვალი, რომელსაც ჩვენ ერთმანეთზე ვტოვებთ და ასეთ შემთხვევაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ჩვენი დამსახურებით სირთულეები შეექმნას გარემოს, ისევე როგორც შემდეგ შეცვლილი გარემო, გაუარესებული გარემო შეცვლის ჩვენ ჯანმრთელობას, გააუარესებს ჩვენ ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ აღნიშნავს მსოფლიო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ მთელი კვირეულიც კი დაუთმოთ ამ საკითხს. რატომ ერთ კვირაში დაეტევა განა ის პრობლემები, რაც გარემოსთან ურთიერთობაში ათასწლეულების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა? რასაკვირველია, არა. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ სხვადასხვა წახნაგიდან შევხედოთ ამ პრობლემას და დღევანდელი სათქმელი უკავშირდება კვებას. არაფერია ისეთი მაგალითი გარემოსა და ადამიანის ურთიერთობის, როგორც კვება. დიახ, ჩვენ საკვებს ვიღებთ გარემოდან და ეს ყველაფერი ინფორმაცია დაშიფრული კონკრეტულ პროდუქტებში გარემოდან ჩვენს ორგანიზმში აღწევს. არა ხანდახან, არა იშვიათად, არამედ სისტემატურად, დღეში რამდენჯერმე და ასეთ შემთხვევაში კვება, როგორც პროცესი, არის სწორედ ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ასეთ შემთხვევაში გარემოდან მიღებული ინფორმაცია გვაწვდის ყველა საინტერესო ფაქტს, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ არის აწყობილი ესა თუ ის საკვები, რა ნივთიერებებისგან შედგება, რა ენერგიის მატარებელია, სად არის მოყვანილი, როგორი იყო ის კლიმატური გარემო, რომელშიც ვითარდებოდა, როგორია ამ პროდუქტების შენახვის პირობები, როგორია კულინარიული დამუშავების რეცეპტი. ელემენტარულად ასეთ საკვებში ჩვენ ეთნოკულტურული თავისებურებაც კი შეგვიძლია წავიკითხოთ, აღარაფერს ვამბობ, ენდემურია თუ არა საკვები, სეზონურია საკვები და ასე შემდეგ. გამოდის, რომ საკვებით გარემო კიდევ ერთხელ შემოდის ჩვენში და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კვებით შუქნის შანსს. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად სამფერი, კვება კი მრავალფეროვანი. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამის გახსენება, როდესაც გარემოზეა საუბარი. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ სამყაროს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და არც ერთ შემთხვევაში ეს ისე აქტუალური არ არის, როგორც კვების და საკვების გათვალისწინებისას. დიახ, მრავალფეროვანი საკვები პროდუქტები და მათგან მომზადებული მრავალფეროვანი კერძები. ფერი, რომელიც კონკრეტულ ნივთიერებებთან არის დაკავშირებული და ფერი, რომელიც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს უჯრედის, ქსოვილის, ორგანოების, სისტემების და მთლიანად ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ამიტომ რა არის ბიომრავალფეროვნება და რას ცვლის ჩვენი ორგანიზმისთვის ბიომრავალფეროვნება. ამაზე ვფიქრობ, შეხსენება აღარ ჭირდება ჩვენს ერთგულ მაყურებელს, მაგრამ რა აშინებს საზოგადოებას ყველაზე ხშირად გარემოზე საუბრისას? როგორც კვლევებით ირკვევა, ადამიანებს ყველაზე ხშირად აშინებთ სიტყვა ქიმიკატები. დიახ, ქიმიური ნაერთები, რომელიც მრეწველობაში გამოიყენება. უდავოდ, ძალიან საყურადღებო თემაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქიმიკატები არის დიდი ქოლგა, რომლის ქვეშაც უამრავი ნივთიერებაა გაერთიანებული. და ეს ქიმიკატები არის მაგალითად საყოფაცხოვრებო, რომელიც შეიძლება თქვენს ყოველდღიურ ოჯახურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ასეთ შემთხვევაში მე აუცილებლად გაგახსენებთ ჩვეულებრივ გამრეცხ საშუალებებს, რატომღაც მარაგად შენახულ პროდუქტებთან ერთად რომ ვინახავთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვუწყობთ ხელს იმას, რომ
ამგვარი ქიმიკატები აღმოჩნდეს საკვებ პროდუქტებში. ანუ პირველი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ დიახ, ქიმიკატები ჩვენ შევქმენით. ქიმიკატებს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქიმიკატები და საკვები პროდუქტების მარაგები ერთად არ უნდა იყოს, მეზობლად არ უნდა იყოს, საერთო სივრცეში არ უნდა იყოს. მე მესმის, რომ ოჯახურ გარემოში ხშირად ამის აუცილებლობა გვაქვს, მაგრამ ეს უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავი დავიცოთ ჩვენივე გადაწყვეტილებით შექმნილი სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისგან. რეალურად საზოგადოებას როგორც გითხარით აშინებს ქიმიკატები. განსაკუთრებით აგროქიმიკატები აშინებს და უმრავლესობა თვლის, რომ აგროქიმიკატებიდან ისეთი როგორიც არის პესტიციდი არის ყველაზე დიდი უბედურება. აქვე გაგახსენებთ, რომ პესტიციდიც ქოლგა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ნაერთებს. სხვათა შორის ამ ჯგუფში ხვდება ყველა ის ნაერთი, რომელიც სოკოს ანადგურებს, მაგალითად ფუნგიციდები. ამ ჯგუფში ხვდება ყველა ის ნაერთი, რომელიც მწერებს ანადგურებს, ანუ ინსექტიციდები. ამ ჯგუფში ხვდება ყველა ის ნაერთი, რომელიც სარეველებს ანადგურებს და მათ ჰერბიციდები ჰქვიათ. მე არ გავაგრძელებ ამ ჩამონათვალს, მე ვფიქრობ, ბევრი თქვენგანისთვის ძალიან ნაცნობი სიტყვები გამოვიყენე. მაგრამ ეს არის მთავარი პრობლემა. რასაკვირველია, ეს პრობლემაა, როდესაც ჩვენ გარემოს ვაბინძურებთ და ეს დაბინძურებული გარემო აბინძურებს უკვე საკვებ პროდუქტებს. ნიადაგში გადაჭარბებული, წინ დაუხედავი მოხმარება ამ ნივთიერებებისა ძალიან დიდ ხანს რჩება ინფორმაციის სახით. შემდეგ ეს ყველაფერი ნიადაგიდან წყალთან ერთად აუცილებლად მოხვდება, მაგალითად ბალახში. ბალახს მიირთმევს ძროხა. გამოდის, რომ ეს პროდუქტები ძროხის ორგანიზმში გადაინაცვლებს და აღმოჩნდება მის კუნთში, ანუ ხორცში, რძეში, ყველა იმ პროდუქტში, რომელსაც ძროხის დახმარებით გამოვიყენებთ. და გამოდის, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენ წინ დაუხედავად მიწაზე მიმოვფანტეთ, აღმოჩნდება შემდეგ ჩვენს ორგანიზმში და ჩვენს გამოსაკვებად, ცხადია ბრჭყალებში. მაგრამ მხოლოდ ეს არის პრობლემა. აღმოჩნდა, რომ აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისეთი სიტყვა, როგორიც გახლავთ პროცესირებული. რატომ არის მნიშვნელოვანი სიტყვა პროცესირებული და რას ცვლის პროცესირებული საკვები პროდუქტები? არსებითად ყველაფერს ცვლის, რადგან თანამედროვე რეალობაში უკიდურესად დამუშავებული პროდუქტები განიხილება ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლო რისკის მატარებლად. მაგალითად, როდესაც მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებელ საკვებზე ვსაუბრობ, დიახ, ეს საკვები გახლავთ უკიდურესად დამუშავებული, ულტრა დამუშავებული და ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი. არადა ყოველდღიური ნაწილია თანამედროვე ცივილური საზოგადოების, რომელიც კერძების საგანგებოდ მომზადებას საუზმედ, სადილად, ვახშმად ვეღარ ასწრებს. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც პროდუქტში არის სარისკო ნივთიერებები, ერთია მათი გამოყენება, მაგალითად, ნედლი ხილისა და ბოსტნეულის სახით. მაგრამ თუ ჩვენ ასეთ პროდუქტებს დავშაშხავთ, შევბოლავთ, დავამარილებთ და ისე გამოვიყვანთ, როგორც ხშირად ასე ქართულად ვამბობთ ხოლმე, შევწვავთ, შევბრაწავთ და ასე შემდეგ, გამოდის, რომ ამ პროდუქტებს პროცესირების, ანუ დამუშავების პროცესში ახალ ქიმიურ პროცესებში ჩავთავთ, ახალ ქიმიურ რეაქციებში ჩავთავთ და ჩვენ მივიღებთ ისეთ ნაერთებს, რომელთა დამსახურებით ზარალდება უჯრედი, ზიანდება სისტემები, განსაკუთრებით გულსის ძაღლთა სისტემა, იზრდება კიბოს განვითარების რისკი. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ორგანიზმი ნაადრევად დაბერდეს. აღარაფერს ვამბობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, როდესაც სიცოცხლეს პირდაპირ გაგებით ექმნება საფრთხე. როდესაც ჩვენ ვადარებთ ამ შემთხვევაში ქიმიურ ნაერთებს და პროცესირებას, პროცესირება ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც ქიმიკატების რაციონალური გამოყენება. ასეთ შემთხვევაში გარემო შეიძლება კვებითი თვალსაზრისით უსაფრთხოდ ვაქციოთ, თუ ჩვენ ჩვენს ცოდნას სწორად გამოვიყენებთ. კიდევ ერთი საკითხი. რა იქნებოდა ყველაზე კარგი გარემო ფაქტორების გამოყენებისას? მაგალითად, გამოვიყენოთ დაბალანსებული კვება. ეს არის საუკეთესო არჩევანი, რომელიც ჩვენს გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს არის მწვანე არჩევანი ჩვენს შუქნიშანში, სწორედ ის მწვანე ნათება, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმს ოპტიმალური ცხოველქმედების პირობებს უქმნის. მაგრამ სწორედ დაბალანსებული კვებით გატაცებულებს ხშირად გვავიწყდება, რომ დიახ, ჩვენ გვჭირდება ბევრი ხილი და ბოსტნეული, მაგრამ არა პირდაპირ მზის სხივების ქვეშ ნამყოფი. დიახ,
თუ პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში არის დახლზე, ღია სივრცეში, პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, გარემოს გამონაბოლქვის პირობებში, გარემოს დაბინძურების პირობებში, მაშინ ეს პროდუქტები უკვე დაზარალებულია და ჩვენ რომ ველოდებით იმ საკვები ნივთიერებების ნაკრებს აღარ გვაწვდის. გარდა ამისა, თუ ჩვენ დავარღვიეთ ამ პროდუქტების შენახვის და მოხმარების ვადები, თუ ჩვენ დავარღვიეთ ელემენტარული ჰიგიენა კვებისა, როდესაც ჩვენ დაბინძურებულ და გარეცხილ პროდუქტებს ერთმანეთის გვერდ ვათავსებთ. დაბინძურებულ და გარეცხილ პროდუქტებს ერთსა და იმავე ზედაპირზე ვამუშავებთ ერთი და იგივე ინსტრუმენტების გამოყენებით. მაცივარში ერთად ვათავსებთ და როდესაც ჩვენ საუბრობთ პროდუქტების გამოყენებაზე, აუცილებლად გაგახსენებთ ღბადაღებულ აფლატოქსინს, რომელზედაც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, თუ პროდუქტი მძაღდება, თუ ნიგოზი, თხილი დამძაღებულია, შეველიოთ ამ პროდუქტებს, იმიტომ რომ ცხიმის დამძაღებასთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რისკი იმისა, რომ შესაძლოა სოკო იყოს განვითარებული. ჩვენ მას თვალით ვერ დავინახავთ, მაგრამ სამაგიეროდ მისი დამსახურებით გამომუშავებული შხამი, ტოქსინი, აფლატოქსინის სახელით აუცილებლად ხილულ გავლენას იქონიებს ჩვენ ჯანმრთელობაზე. გასათვალისწინებელია მაგალითად ისეთი უსაფრთხოების წესები, როგორიც გახლავთ ცხიმების სწორი დამუშავება და შენახვა, დიახ, დაბალანსებული კვების ნაწილია ცხიმების სწორი გამოყენება, მაგრამ თუ თქვენ მუდმივად პლასტმასის ჭურჭლით, მუდმივად გამჭვირვალე, პირდაპირ მზის სხივების ქვეშ დატოვებულ ცხიმს იყენებთ, ან ათავსებთ სისტემატურად მაცივარში, მაშინ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს პროდუქტი სარისკო თვისებებს შეიძენს. ისევე როგორც მაგალითად კარაკი, რომელსაც ჰაერთან კონტაქტისთვის დიდხანს დავტოვებთ, რომელიც არ არის გაუმჭვირ ჭურჭელში და არ არის სამაცივრე კარადაში მოთავსებული. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ სწორედ მათი ნაკრები, აი ამ ცოდნის ნაკრები არის გადამწყვეტი, როდესაც ჩვენს ყოველდღიურ გარემოში თავი უნდა დავიცვათ გარემოს ფაქტორებისაგან და ამ დროს რა გვახსენდება? ის ჯადოსნური წარწერები, რომელიც გაჩნდა საკვებ პროდუქტებზე. მაგალითად, პროდუქტებისათვის ძალიან დამახასიათებელი გახდა მიმზიდველობა და მიმზიდველ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა წარწერა, რომელსაც სხვადასხვაგვარად ვკითხულობთ. ეკო საკვები, ბიო საკვები, ორგანული საკვები. მომხიბლავია და მიმზიდველია სიტყვები, რადგან თეორიულად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ტიპის პროდუქტებზე, ჩვენ აუცილებლად ვიცით, რომ ეს პროდუქტები შესაბამისად უნდა მოწმდებოდეს. დიახ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პროდუქტი არის ბიო, ეკო, ორგანული, ყველა შემთხვევაში პროდუქტს სათანადო სერტიფიკატი უნდა ახლდეს და მისი ეტიკეტიზაციის დროს ყველა დეტალი უნდა იყოს მითითებული. მაგალითად, ამ ტიპის პროდუქტებში 95% ინგრედიენტებისა უნდა იყოს სრულად ნატურალური, ყველა კლიმატური და ეკოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილებით, არა მხოლოდ კონკრეტული კერძის გათვალისწინებით. და ასეთ შემთხვევაში ის 5% შეიძლება იყოს მაგალითად უნებური დაბინძურება, წვიმის სახით, ქარის სახით მოტანილი სხვადასხვა ნივთიერებების გამო. როდესაც ამ პროდუქტებზე არ არის დატანილი ეტიკეტი, არ არის სათანადო სერტიფიკატი, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნით აუცილებელია. უფრო მეტიც, მასზე უნდა იყოს მითითებული ევროკავშირის შიგნით არის წარმოებული ეს პროდუქტი თუ გარეთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეჭვის თვალით შევხედოთ, მართლაც არის ეს პროდუქტი ბიო, ეკო ან ორგანული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ზედმეტმა გატაცებამ ამ ტიპის პროდუქტებით შეიძლება სერიოზული საფრთხე შეგვიქმნას. რატომ? მე გაგახსენებთ ორთორექსიას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი-კვებისკენ არის თითქოს მიმართული. როდესაც ჩვენ წონასწორობაში გვინდა შევინარჩუნოთ მადა და არჩევანს ვაკეთებთ სწორედ ჯანსაღი პროდუქტების სასარგებლოდ. მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების სასარგებლოდ და როდესაც ხანგრძლივად აკეთებს ამას ადამიანი საგანგებო განათლების სპეციალური მომზადების გარეშე, შეიძლება ორგანიზმი სწორედ ისეთივე შედეგთან მიიყვანოს, როგორიც სრული უმადობა იქნებოდა, ანუ ანორექსია, როდესაც ორგანიზმი იფიტება, ორგანიზმს აკლდება კალორიები, საკვები ნივთიერებები და ჩვენ ზუსტად ისეთივე დაზარალებულები აღმოჩნდებით, როგორც უმადობის ან საკვების უკიდურესი შეზღუდვის დროს. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ. გარემოსთან ურთიერთობაში ჩვენ გვჭირდება მისგან
დაბალანსებულად მიღებული საკვები პროდუქტები, მაგრამ ამავე დროს გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც დიახ შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ბიო, ეკო, ორგანული პროდუქტებით, მაგრამ ეს შემთხვევაში მხოლოდ თუ ეს წარწერა არის განმტკიცებული ფაქტებით, დადასტურებულია ინფორმაციით, რომელიც დეტალურად ახლავს ამ პროდუქტებს და ასეთ შემთხვევაში ჩვენი დაცულობა არის სწორედ ჩვენი ჯანმრთელობის წინაპირობა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს არის მარკეტინგული ხრიკი, რომელმაც შეიძლება დამატებითი რისკები შექმნას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როდესაც გარემოზე ვსაუბრობ, მე კიდევ ერთი ფაქტორი მინდა გაგახსენოთ. ეს გახლავთ სხვადასხვა სახის მძიმე მეტალები, გარემოს დამაბინძურებლები, რომელთა შორის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ტყვია, რადგან ტყვიას მხოლოდ მაშინ აქვს აქტიური გავლენა ჩვენზე. მხოლოდ მაშინ შეიძლება საგრძნობი ზიანი მოგვიტანოს, როდესაც ჩვენ არ ვართ სათანადოდ ნაკვები. მოდით გავიხსენოთ ჩვენი ვიდეო რჩევა ამასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, ტყვია მძიმე მეტალია, რომელიც ორგანიზმში გარედან ხვდება. ტყვის წყარო შეიძლება იყოს საწვავი და გამონაბოლქვი, სამშენებლო მასალა და მტვერი, საღებავები, სათამაშოები, საკვები და ჭურჭელი. არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის ადეკვატური მომარაგება ცილით, ცხიმით, ნახშირწყლებით, რკინის და კალციუმის ნორმალური ბალანსი, აგრეთვე ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა ტყვიისგან გვიცავს. ნორმაში ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ტყვია არ უნდა იყოს. დასაშვებია ტყვის მაჩვენებელი 0-დან 5 მიკროგრამ დეცილიტრამდე. თუ ეს მონაცემი აღემატება 5 მიკროგრამ დეცილიტრს, ნუ შეშინდებით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმისთვის, რომ შეფასდეს ტყვის ზემოქმედების ნიშნები. მაგალითად, საერთო სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, ბავშვებში დასწავლის სირთულეები და სწავლაში ჩამორჩენა. იყავით ფხიზლად, თუ ორგანიზმში ტყვის დონე დასაშვებ მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს. როცა სისხლში ტყვის რაოდენობა 45 მიკროგრამ დეცილიტრი, ან უფრო მეტია, ტარდება ტყვის გამანეიტრალებელი მკურნალობა. გასათვალისწინებელია, რომ ქრონიკული მოწამვლის დროს ჭარბი ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას. ლაგდება სხვადასხვა ორგანოებში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებსა თუ ძვლებში. დაუშვებელია ავზში დაგროვილი ცხელი წყლის გამოყენება, მაგალითად, სადილში ან ჩაის ნაყენის მოსამზადებლად. უმჯობესია ამ დანიშნულებით ცივი წყლის გაზზე გაცხელება ან ადუღება. არა მიზანშეწონილია მთელი დღის განმავლობაში გზის პირას, დახლზე გამოფენილი საკვები პროდუქტების შეძენა, საქონლის და ფრინველის საბალახოდ გაყვანა მაგისტრალებთან ახლოს, სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის შიგნით წონასწორობა იმისათვის, რომ გარემო ფაქტორებს ადვილად გავუმკლავდეთ, მათ შორის კვებაში. როდესაც ჩვენ საგანგებოდ საუბრობთ ხოლმე ტყვიაზე, უნდა გავითვალისწინოთ რკინის, კალციუმის, თუთის როლი ჩვენს ორგანიზმში და მათი წონასწორობა არ აძლევს საშუალებას ტყვიას მავნე გავლენა კაფიოდ გამოავლინოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა წონასწორობა და როდესაც ორგანიზმი არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი საკვები ნივთიერებებით, აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით, ენერგიით, რა თქმა უნდა, ტყვის გავლენა არის უკვე თვალსაჩინო. თუმცა ზედმეტად მაინც არ უნდა შეგვეშინდეს და გავითვალისწინოთ ის ინფორმაცია, რომელიც ვიდეო რჩევაში უკვე მოისმინეთ. მე მინდა გაგახსენოთ ძალიან ხანდაზმული კამპანია, რომელიც წლების წინ წამოიწყო ჩვენმა გადაცემამ და ერთადერთი ამოცანა, რაც ჩვენ გვამოძრავებდა, იყო გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა, ეკომეგობრული დამოკიდებულება. თქვენ ძალიან ხშირად გესმით ახლა ეს სიტყვა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით მაგალითად ქსოვილის ჩანთაზე, ქსოვილის ჩანთა პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, მრავალჯერადი გამოყენების ბიოდეგრადირებადი, ეკომეგობრული პროდუქტი. ჩვენ საუბრობთ მაგალითად მინის ბოთლზე, რომელიც ბისფენოლს არ შეიცავს პლასტმასის ჭურჭლისგან განსხვავებით და ბიოდეგრადირებადია. ბევრად უფრო უსაფრთხოა პროდუქტების შესანახად და ასეთ ჩამონათვალში თანდათანობით გაჩნდა სხვა პროდუქტები. მაგალითად ხის კოვზი,
იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და საკვები პროდუქტები იყოს მეტად დაცული. მაგალითად, თიხის ფიალა, რომელიც ერთი მხრივ აერთიანებს 4 სტიქიას, მიწას, წყალს, ცეცხლს, ჰაერს და გარკვეული მისტიკა ახლავს მასთან, მაგრამ რაც მთავარი არის კარგი დოზიმეტრი იმისათვის, რომ ბალანსირებული კვების დროს სამი გასაღები არ დაგვავიწყდეს. როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ, რას მივირთმევთ, ან როგორია ჩვენი კვების რეჟიმი, ულუფა, რაციონი და ასეთ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ არის დამზოგავი მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ პროდუქტის მრავალჯერადი გამოყენება შეიძლება ბევრად უფრო უსაფრთხო აღმოჩნდეს ჩვენი საკვები პროდუქტებისათვის და ჩვენი კვებისათვის. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი. მაგალითად, გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ფუტკრებთან მიმართებაში. იმ ფუტკრებთან, რომელთა რიცხოვნება მკვეთრად მცირდება ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში. იმ ფუტკრების, რომელთა დამსახურებით ჩვენ უამრავ პროდუქტს ვიღებთ და რომელთა დამსახურებით უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა უმჯობესდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება წინ დაუხედავად გამოვიყენოთ ის ქიმიკატები, რომელზედაც მე გადაცემის დასაწყისში გესაუბრებოდით. ის აგროპროდუქტები, რომელზედაც გადაცემის დასაწყისში უამრავი ციდის სახით გაგახსენეთ ჩამონათვალი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვიჩინოთ გონივრულობა, წინდახედულობა და გონიერება ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ცოდნა საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად გვახსოვდეს ყოველდღიურად. როდესაც უბრალოდ ვარჩევთ პროდუქტებს, როდესაც ამ პროდუქტებს ვამუშავებთ, როდესაც ამ პროდუქტებს ვინახავთ, ამ პროდუქტებისაგან სხვადასხვა კერძს ვამზადებთ და ასეთ შემთხვევაში მაგალითად მზისხივებისაგან პროდუქტების დაცულობა, დახლებზე დიდხანს დაყოვნებული პროდუქტების ფრთხილად გამოყენება, პროდუქტების შენახვის და მოხმარების ვადის გათვალისწინება, გარეცხილი და დაუმუშავებელი პროდუქტების ერთმანეთისგან გამიჯნა, იმ ზედაპირების კარგად დაცვა, რომელზედაც პროდუქტები უნდა დავამუშავოთ და ცხადია, სუფთა და გაურესხავი პროდუქტები ერთდროულად არ უნდა მოთავსდეს ამ ზედაპირზე, ისევე როგორც სამაცივრე კარადაში. მივაქციოთ ყურადღება ზეთის შენახვას, ხილისა და ბოსტნეულის შენახვას, ხორცს პროდუქტების შენახვას და მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ თავად პროდუქტები შეიძლება იყოს საფრთხის მატარებელი, მაგრამ თუ ჩვენ გვეცოდინება ამ საფრთხეების შესახებ, მაშინ გარემო ჩვენთვის უსაფრთხო გახდება საკვების სახით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საკვების განვითარებისთვის, ამა თუ იმ პროდუქტის საკვებად, საზრდოდ ქცევისთვის საჭირო გარემოს ჩვენ თუ დავიცავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები, წინდახედული ნაბიჯები უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში ჩვენს ორგანიზმში მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია მოხდება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი გარემოსა და კვების ურთიერთობა, უწყვეტი კავშირი ადამიანსა და გარემოს შორის და რა თქმა უნდა, თავარი სათქმელი, რომელიც გადაცემის ბოლოს აუცილებლად უნდა გითხრათ, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. ნახვამდის.